მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე, რა გაგახარებთ ახლო მომავალში. ახლო მომავალი არის დაახლოებით მაქსიმუმ 2 თვე, მოდით ნახოთ. და პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და დავიწყოთ ახლა ჩვენ გაშლა. რა გაგახარებთ 2 თვის განმავლობაში? ყველაზე მეტად რა გაგახარებთ. რა გაახარებს პირველ ვარიანტს? რა გაახარებს მეორე ვარიანტს? ორ ვარიანტიანი გვექნება გაშლა დღეს და პირველი ვარიანტი იყოს ასეთი, უпросторად მეორე ვარიანტი იყოს ასეთი ქვა და პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ, რომელიც უფრო მეტად გეძახით, კონცენტრირდით, რომელი ქვა უფრო მეტად გეძახით, რომელი არკანი. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით თქვენს არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზეთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი. არკანი ჩამოკიდებული კაცი. იცით, ახლა შეიძლება ძალიან ბევრმა თქვენგანმა იფიქროს, რომ რაღაც ნეგატიური არკანი არის, მაგრამ მე ამ არკანს საერთოდ ვერ აღვიქვამ ნეგატიურად. პირიქით, ამ არკანიდან გამომდინარე, თქვენ გაგახარებთ ის, რომ შეძლებთ რაღაც კონკრეტული სიტუაცია სულ სხვანაირი რაკურსიდან, სულ სხვანაირი თვალით დაინახოთ. აქ იქნება სრული გადატრიალება თქვენი სამყაროისეული აღქმისა. თქვენ სულ სხვანაირად დაინახავთ რეალობას და აქამდე, სხვათა შორის, აქამდე რაშიც ძდებდით ძალიან ბევრ ენერგიას, რაშიც ძდებდით მაქსიმალურად ბევრ რესურსებს, ზუსტად ის ანაზღაურდება. ზუსტად ის ენერგია დაგიბრუნდებათ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა გაახარებს პირველ ვარიანტს ყველაზე მეტად ახლო მომავალში. არკანი ზომიერება, არკანი კვერთხების რვიანი. თქვენს რეალობაში იყო რაღაც პროცესები, რა თქმა უნდა, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ თქვენს რეალობაში აშკარად იყო რაღაც პროცესები, რაშიც თქვენ გიწევდათ მუდმივი ენერგიების ჩადება, მუდმივი ლოდინის რეჟიმი, თითქოს იყო რაღაც მცირედი შედეგები, მაგრამ მაინც ლამის თავს წირავდით რაღაცისთვის, მაგალითად, არ ვიცი, სამუშაოსთვის, სამსახურისთვის ან რაღაცისთვის და შედეგი ძალიან დაბალი იყო. შეიძლება ეს ურთიერთობები იყოს, ან თვითგანვითარება, ან რაღაც. და პირველ რიგში გაგახარებთ ის, რომ აქ იქნება აუცილებლად შედეგები, თანაც ძალიან სწრაფი, ძალიან ინტენსიური და ძალიან ცეცხლოვანი შედეგები. ასევე შეძლებთ, რომ გამოხვიდეთ ამ მუდმივი რაღაც ლოდინის რეჟიმიდან. დავამატოთ კიდევ არკანები. რა გაგახარებთ კიდევ? არკანი თასების 5-იანი და არკანი პენტაკლების 7-იანი, არკანი პენტაკლების 8-იანი. რაღაც კრიზისული ენერგიებიდან გამოდიხართ. აქ არის როგორც ფინანსური, ასევე რაღაც ემოციური კრიზისი, ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე აქ ორივეს ხედავ, რომ ზოგი თქვენგანი ორივე სახის კრიზისში არის, ზოგი თქვენგანი ან მატერიალურში, ან ემოციურში და შეძლებთ, რომ ამ კრიზისიდან გამოხვიდეთ. პირველ რიგში შეძლებთ, რომ დატკბეთ რაღაც გარკვეული სამუშაო პროცესით, შრომის პროცესით, მუშაობის პროცესით და ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება შედეგიანი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა, რომ უყურეთ ამ ვიდეოს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, რა გაგახარებთ თქვენ ახლო მომავალში? აქაც უფროსი არკანი ამოგვივიდა, ნულოვანი არკანი და პირველ რიგში გაგახარებთ ის, რომ აქ იქნება სრული განვლება სიტუაციისა. ზოგი თქვენგანისთვის აქ რეზონირდება ისიც, როგორც დასტის ძირზე კვერთხების 3-იანი მაქვს. უნდა მეთქვა მოგზაურობა მეთქი და ეს არკანი მიასოცირდება მოგზაურობასთან.
კარგით, პირველ რიგში ზოგი თქვენგანის შემთხვევაში თუ თქვენ ახლა ამ პერიოდში აპირებდით სადმე წასვლას, თუნდაც ცოტათი ქალაქგარეთ ან სადმე მოგზაურობას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება ძალიან საბედისწერო და ბედისწერო დადებითი კუთხით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის მოძრაობა და მგზავრობა აფართოვებს ჩვენს მსოფლო მხედველობას, მაგრამ ეს მოგზაურობა იქნება არა მხოლოდ დადებითი ემოციების და სიხარულის მომტანი, ასევე იქნება თქვენთვის განულების ენერგია, იმიტომ რომ შეძლებთ რომ გაანახლოთ თქვენი ენერგეტიკა, დაასვენოთ თქვენი ენერგეტიკა, თქვენი ფიქრები, თქვენი მდგომარეობა და ამ ყველაფერთან ერთად ნულოვანი არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ განახლდება თითქოს უფრო მეტი სიხარულით შეძლებთ, რომ უყურებთ სამყაროს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა გაახარებს მეორე ვარიანტს. არკანი თასების პაჟი, არკანი პენტაკლების დედოფალი. ფინანსურ მატერიალური კეთილდღეობა მოდის თქვენკენ, განსაკუთრებით ქალბატონებისკენ, იმიტომ რომ ქალბატონებისკენ უკაცრავად, თანაც შეხედეთ დასტის ძირზე პენტაკლების 10-იანი მყავს და პირველ რიგში ნაყოფიერობა მოდის ფინანსების კუთხით, რაღაც ძალიან სასურველი და სასიამოვნო შედეგები ფინანსების კუთხით, ნაყოფიერობა, უფრო მეტი მატერიალური ენერგია, შესაძლოა უცაბედად საჩუქარი მიიღოთ ვინმესგან, ან ზოგადად თქვენი ფინანსური ენერგია აიწიოს, ხო? მაგალითად დაწინაურდეთ ან რაღაც ახალი სამუშაო, რაღაც ახალი საქმე გახსნათ თქვენი სხვათა შორის და თასების პაჟი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ზოგადად იქნებით საკმაოდ კარგ ხასიათზე, კარგ ენერგიებში, მეტად მადლიერი იქნებით სამყაროსთვის და მეტ ინიციატივასაც მიიღებთ. კიდევ დავამატოთ არკანები, რა გაახარებს მეორე ვარიანტს ახლო მომავალში. კვერთხების 7-იანი და კვერთხების 4-იანი. შერიგება ვიღაც ადამიანთან, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ამხანაკი, ნათესავი პარტნიორი ან პოტენციალური პარტნიორი, რომელთანაც ახლა არის რაღაც გარკვეული დაძაბულობა, რაღაც გაურკვევლობები, რაღაც შესაძლოა უშუალოდ კონფლიქტი არა, მაგრამ გაწყვეტილი ურთიერთობა, გაწყვეტილი კომუნიკაცია იყოს, სადაც არის ბევრი გაურკვევლობა, ბევრი კითხვის ნიშნები და ამ ადამიანთან იქნება ან შერიგება, ან მოლაპარაკება, ან რაღაც მსგავსი. და ასევე შემოდის თქვენს რეალობაში მაქსიმალურად ბევრი სიმყარე, მეტი სტაბილურობა, განსაკუთრებით ფინანსებისა და კარიერის თვალსაზრისით და ასევე პენტაკლების დედოფალი მეტყველებს ზოგადად მატერიალურ შედეგებზე, ამიტომაც აქ იცით როგორი რაღაცის თქვა მინდა, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს მატერიალური შედეგები სხეულის კუთხით. მაგალითად, თუ თქვენ გსურდა წონაში ან მომატება, ან დაკლება, ან რაღაც ვიზუალური ცვლილებები, თითქოს ამ კუთხით იქნება სასიხარულო რაღაც მოვლენა. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ორივე ვარიანტს უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.